შენთვის მაქვს 2 საჩუქარი. ორი საჩუქარი. აი, ერთი არის ესეთი. და მეორე არის ესეთი. რომელს აირჩევდი? ორიდან. ამას? კარგი, ახლა ვნახავთ რა არის ამაში შეგდით. იმ საჩუქარში, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება და ეს შენი აზრით, მოდი ჯერ ამიხსენი, რატო აირჩიე? ეს დავიჩიე, რომ უფრო ლამაზი მეჩვენება. და ეს რატო არ აირჩიე? აი გულში ისეთ აზრმა გამიარა, რომ აი მოდი ამას ცოტა მერე გავხსნე მაგიტო. რომ ეს უფრო ლამაზია და აირჩიე. გახსენი. თან და გაგახსენო ის, რომ შენ მეუბნებოდი არ ვაქცევო ყურადღებასო, ანუ გარეგნობის მიხედვით თუ არ ვაფასებო ადამიანებს ცოტათო. და ადამიანებს კი არა, ეს სამახსოვს. ვიტადი შოკოლადი იქნება. ვერ გახსენი, აბა რა არის შეგნით რაჭა. ანდა. რა არის? რა არის? არ ვიცი. ნაკავი. აგიხსნე რატო? ეხლა მეორე გავხსნათ და აგიხსნე. მივხვდი რაც. შეიძლება ერთი ადამიანი ძალიან უშნო იყოს, ან რაღაცა პრობლემა ჰქონდეს და მეორე ისეთი ლამაზი იყოს, მაგრამ ყვეხნა იყოს და ბოროტი. სისხლიანი რო იყვია ხოლმე და შეიძლება ის უშნო ადამიანი ძალიან გულკეთილი იყოს. ახლა ვიცი რომ ამაში კაცი. ახლა მითხარი რა აზრი გამოიტანე ამ ექსპერიმენტიდან? აი ის რაც ეხლა თქვი რომ სიდონია შემოგვიერთდა. შეიძლება აღფრთოვანდე ისეთი ლამაზი გარეგნობა ქონდეს ადამიანს, მაგრამ მე რო გაიცნობ და აი ესე რომ ჩაიხედები მის შინაგან სამყაროში, როგორც ახლა აი ამ საჩუქარში ჩაიხედე. მიხვდები რომ საერთოდ არაფერი არ ყოფილა მოსაწონი. და შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანი, რომელიც არც ისე ლამაზია. როცა მის შინაგან სამყაროში ჩაიხედები, ისეთი კეთილი იყოს, რომ ნახვა იქ გაგაჟრიალოს. იმედი მაქვს მოგეწონა და იმედი მაქვს გაითვალისწინებ ცხოვრებაში და გეცოდინება რომ თუ ვიღაცით აღფრთოვანდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან მაგარია და ძალიან ლამაზია მართლა შინაგანად. შეიძლება და ის წინა გახსოვს წინა ჩვენი ექსპერიმენტი? შუშხუნები? არა. ადრე რო გავაკეთეთ სანთებელად. კი. ეგეც ამასთან ბევრი რაღაცითაა დაკავშირებული. ხო. საინტერესო იყო, ხო? და თვალსაჩინო მაგალითი. იასო ქონდა მე რატო არ მაქვს? აჭარმედანოსაც